ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნობა ჩაიაროს შვიდად. და მიმართო ხელისუფლებას და ხელისუფლების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით ადგილობრივ ხელისუფლებას, სამართალდამცავ ორგანოებს. ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნის, ჩვენი დემოკრატიულობის ტესტია. დილამშვიდობის საქართველო, თქვენ უყურებთ დილის კურიერს 8 საათზე. საქართველოს მოსახლეობა დღეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მე-7 მოწვევის პარლამენტს ირჩევს 150-იან მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 12 სუბიექტი, 3 საარჩევნო ბლოკი და 9 პარტია იბრძვის. ამისთვის მათ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი უნდა გადალახონ. არჩევნები მშვიდად დაიწყო. ორსაათიანმა საინფორმაციო გამოშვებებმა გადასცეს კონფლიქტური ზონის ვიდეო მასალა. მედია იუწყებოდა, რომ აფხაზურმა შენაერთებმა ცეცხლი გაუხსნეს ადმინისტრაციულ საზღვარზე გადმოსულ მოქალაქეებს, რომლებიც ქართულ სოფელში ხმის მისაცემად გადმოვიდნენ. ზუგდიდის რაიონის სოფელ კურჩაში, რომელიც გალის რაიონის სოფელ ნაბაკერს ესაზღვრება, ცეცხლის სეპარატისტებმა მშვიდობიან მოსახლეობას გაუხსნეს. ყველაზე ესე იგი თვალშისაცემი განმასხვავებელი ნიშანი, რაც ამ არჩევნებთან ახლდა, ეს იყო მობილიზება ერთის მხრივ ნარკომანების, მეორეს მხრივ კრიმინალების, სოდის თანამშრომლების, ნაცმოძრაობის აქტივისტებისა და ასევე უბნის აქტიური ქალბატონების თავყრილობები. არჩევნების დღეს საბურთალოს ერთ-ერთ უბანზე გადავიღეთ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებთან ერთად მყოფი ბესო ხინთიბიძე, რომელიც არაერთხელ იხდიდა სასჯელს და უკანასკნელად არჩევნების წინა პერიოდში გაათავისუფლეს. ამ დროს უკვე საკმაოდ დრამატული მოვლენები ვითარდებოდა რეგიონულ ოლქებში. ვიყავით წარმომადგენელი გაერთიანებული ოპოზიციიდან ქვემო ლამბალოვში. კაბინაში იყო 10-12 ადამიანი, მიყუჟული ერთნაირად, ხალხმრავლობა იყო. ამის გადაღება რომ დაიწყო ოპერატორმა, კომისიის თავმჯდომარემ უადგილემ გაიწიეს ვიდეო გადამღებზე. რის შემდეგაც ჩემს უკან მდგომმა ვერ დავინახე რანაირად გამარტყა. ის როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, იყო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. და დავინახე მე რომ საარჩევნო კენჭისყრის შენობის გარეთ იყო გასული რამდენიმე მამაკაცი, რომელსაც ხელს ეკავა მაჟორიტარული და პროპორციული ბიულეტენები. ეს როგორც შევნიშნე, მე შევეცადე რომ დამეწერა საჩივარ, იმიტომ რომ ბიულეტენის გარეთ გატანა აკრძალულია, რადგან საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან დავიმსახურა დიდი შეურაცხყოფა. მან აიღო სკამი და პირდაპირ ჩამარტყა, შემდეგ გადავიდა უკვე მუშტიკრივზე. სიღნაღის რაიონში დამკვირვებლად მყოფი ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ საარჩევნო უბნებზე იყვნენ გაურკვეველი წარმომავლობის პირები, რომლებიც პირდაპირ ზეწოლას ახორციელებდნენ ამ მომრჩევლებზე. ამ საარჩევნო უბანზე იყო რამდენიმე მამაკაცი ათლეტური აღნაგობის, მათ არ ჰქონდათ არანაირი მოწმობა, რომ მათ ჰქონდათ საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლება. დამკვირვებლებმა კომისიის თავმჯდომარეს მისცეს შენიშვნა, რომ ან ამ მამაკაცებმა წარმოადგინონ ინფორმაცია ვინ არიან, ან დატოვონ უბნის ტერიტორია, იმიტომ რომ ისინი აშინებენ მოქალაქეებს. როგორც კი მე მათ სახეების გადაღება დავიწყე პატარა სამოყვარულო ვიდეო კამერით, ეს ადამიანები წამოვიდნენ ჩემსკენ, ერთ-ერთმა მათგანმა შავებში ჩაცმულმა მაღალმა ახალგაზრდამ ხელებზე ხელი წამავლო, გამაგდებინა ხელიდან ვიდეო კამერა, ჯერ ხელი მიაფარა კამერას და მიშლიდა გადაღებას და შემდეგ ეს კამერა გამაგდებინა ხელიდან, ძირს დავარდა, ჩამომგლიჯა ბირკა და ფაქტობრივად ხელით რამდენჯერმე შემეხო, დამარტყა კიდევაც, მაგრამ ამას აი ეს რო ხდებოდა, მე რა თქმა უნდა მათ ვუყურებდი, იმიტომ რომ მათი შემეშინდა ხა ბუნებრივია, რომ თავს მესმოდი და ფიქრობდი როგორ დამესვა თავი. თან ვკიოდი პოლიციელი, რომელიც იქვე იდგა, უყვირადი. თუ მართლები ხარ, გადაგეხოდი რატო ხარ წინააღმდეგი? თუ მართლები
მაშინ დატოვეთ უგანიდან უგანს გაბავთ სიტუაციას. Вещам ნაკადის მარეგულირების ფუნქცია მიტეკი კარებში ამოსული მარკირებას. ჯერ თავიდან რა თქმა უნდა ჩვეულებრივ მიდიოდა, შემდეგ დაიწყო მარკირებიანი ხალხის შემოსვლა უბანზე. მე რა თქმა უნდა არ შემოვუშვი ეს კარებში ვაჭრები ხალხს უშვებდი უკან. ამაზე გაღიზიანდა თავმჯდომარე მოადგილე კომისიის. ვეუბნებთ აქ არის კანონით უნდა ვიმუშაოთ. შეუღრათო მოგვაქვს კანონი არის შარვალშიო. 12 საათისთვის იყო 23 ამორჩეველი მოსული. ეს ინციდენტი რაც მე მომიხდა, მოხდა 2 საათისთვის, 3 რაღაც წუთებისთვის. სადღაც 40-მდე ადამიანი, ახალგაზრდები, დიდი ყვირილით შემოწვიდნენ და გაისო რაღაც წამებში ოთახი. გაისო ოთახი გადავეფარეთ ყუთს, ვიცოდი აქ შემოწვენილები არიან, იმიტომ ჩაყარო ყუთში, ბიულეტენები. და რამოდენიმე სადაც 10 ადამიანი დამესია, დამაგდეს დაბლა, მეტყეს თავის არეში. ჩემი დამოდგომა იყო და ლეიბორისტების წარმომადგენლებს წევს დაარტყეს კიდევ, დააგდეს დაბლა, სპონება დაკარგა, სისხლის დასკვნას ყველა ამოვაყენეთ ეს. ყველაფერი ის უყვირია, რაღაც შევხედა 5 არის სავს. რაც ყველაზე აღსანიშნავია, საარჩევნო უბნებში საარჩევნო ფუნქციებს პრაქტიკულად განაგებდნენ და არჩევნებს ატარებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები, კერძოდ სოდის, კუდის, კონტრდაზვერვის, მაგალითად ყვარლის საარჩევნო ოლქის ჩანთლისყურის საარჩევნო უბანზე მე პირადად ამოვიცანი კონტრდაზვერვის სამმართველოს მაღალჩინოსანი პაატა ხაჩიშვილი, რომელსაც მოწმობა ეკეთა საქართველოს სპორტსმენთა კავშირი. და როდესაც ვუთხარი მას, რომ ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ამჟამინდელი მოქმედი თანამშრომელი, მაღალჩინოსანი და არ ჰქონდა საარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლება და მით უმეტეს ასეთი სტატუსით მონაწილეობის მიღების უფლება, მან მითხრა, რომ ჩემთვის ეს პირველი არ უნდა ყოფილიყო. ცხადია, არ იყო პირველი, მაგრამ მთელი პოლიციის უფროსები, პროკურორები, თითქმის ყველა მათგანი იმყოფებოდა იყო საარჩევნო უბნებზე მობილიზებული და ისინი მონაწილეობას იღებდნენ იმაში, რომ საარჩევნო ყუთებში ბიულეტენები ჩაყრილიყო. ამ სოფელში საარჩევნო უბნის ხელმძღვანელებმა არ იცოდნენ, რომ დამკვირვებლები უბანზე დაუბრკოლებლად უნდა შეეშვათ. და არ მიშვები შიგნით. უნდა შემიშვათ. აბარა რა. რა ხდება აქ? მე ვიშავია და გულამური იმედა. დამკვირვებლებს რატო არ უშვებთ აქ? მაინტერესებს ვინ არის კომისიის თავმჯდომარე? რატო შემოუშვეთ განმოგებები? ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი უჩან ანუაშვილი არჩევნებს კახეთის სოფლებში აკვირდებოდა. ადგილი ჰქონდა ერთი ამორჩევლის რამდენჯერმე მონაწილეობას არჩევნებში, გამოყენებული იქნა ყალბი პირადობის მოწმობები, ასევე კაბინებში შედიოდა რამდენიმე ადამიანი ერთდროულად, ადგილი ჰქონდა საარჩევნო უბნებზე აგიტაციას, ზეწოლას და ძალადობას დამკვირვებლებზე და კომისიის ოპოზიციურ წევრებზე, არაერთი მხრიდან მოხდა ზემერი პირების, ანუ დამკვირვებლების გამოძევება, ეს რიგ შემთხვევაში ხორციელდებოდა უკვე ძალადობის და უშუალოდ ძალის გამოყენებით, უშუალოდ საარჩევნო პროცესებში ჩართული იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებიც კი. ჩვენ რამდენიმე ასეთი ფაქტს დავაფიქსირეთ, სადაც სამართალდამცავი ორგანოები უკვე აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცედურაში. ეს მოქალაქე ყველა ამომრჩევლის დახმარებას ცდილობდა. მათ შორის ისეთებისაც, რომელიც რეგისტრირებული არ იყო კომისიის მიერ. ყალია, ხო? ყალია, უყურე. დარღვეული იყო მარკირების პროცედურა და მარკირების სითხის ნაცვლად კომისიის წევრები წყალს იყენებდნენ. დაბეჭდილი იყო პასპორტები მისამართის გარეშე. ყალბი პასპორტებით და მარკირების პროცედურის მოშლით
ამოქმედებული იყო ტრადიციული კარუსელი. ძალიან საინტერესო შემთხვევა, როგორც კი მივედი ჯუგანში, მყისვე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა საარჩევნო ოლქში დამკვირვებელმა მითხრა, რომ დაახლოებით 70-მდე ადამიანმა დღის 12 საათისათვის ხმა მისცა არა კაბინეტში, არამედ გარეთ ისინი პირდაპირ მაგიდაზე, სადაც იღებდნენ საარჩევნო ბიულეტენებს, ღიად ხაზავდნენ ნომერ 5-ს და ესე აგდებდნენ შემდეგ ყუთში. მე ვკითხე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ეს რატომ ხდებოდა და მან და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ამიხსნეს, რომ კანონში არსად არ არის საუბარი იმის შესახებ, რომ მომრჩეველი აუცილებლად უნდა შევიდეს საარჩევნო კაბინეტში და ესე შემოხაზოს ნომერი 5 ან სხვა ნომერი, რომელიც მას სურს, თუმცა მე მეეჭვება, რომ ვინმე სხვა ნომერი გარეთ ღიად შემოეხაზა. მე-18 უბანზე, ასევე 21 უბანზე ჩემი შესulis დროს ყუთი არ იყო საარჩევნო უბანში, იყო გატანილი, როცა მე მოვითხოვე სად იყო საარჩევნო ყუთი, ამის შემდეგ შემოიტანეს ის ეზოდან. შემოიტანეს სავსე და როდესაც ვუთხარი, რომ კი მაგრამ საარჩევნო სიაში, სამაგიდო სიაში არის მხოლოდ 153 ამომრჩეველი რეგისტრირებული და ამდენი კონვერტები საიდან გაჩნდა მეთქი ცხადია, მე დავიმსახურე ძალიან დიდი აგრესია და მე მითხრეს, რომ ანუ სად ჩატევთ ახლა თუ ამომრჩეველი მოვიდათ და ჩავტენითო რაღაც მავთულითო და ისე ჩავტევთ. ყუთები იყო გარეთ გატანილი და მხოლოდ ამის შემდეგ შემოიტანეს. ჩვენ მყავდა დამკვირვებლები საქართველოს ბევრ რეგიონში და უბნებში და თითქმის ყველა რეგიონიდან უბნებიდან იყო ზარები ჩვენი მეთვალყურეების მხრიდან, რომ ისინი ვერ ახერხებენ უბნებზე ყოფნას და ისინი ან დატოვებენ უბნებს, ან უნდა იყვნენ გაჩემებულები. მიზეზი ისინი ტელეფონში ვერ საუბრობდნენ ამ მიზეზზე, მოკლედ გვეუბნებოდნენ, არის სერიოზული ზეწოლები და ამ ზეწოლებს ისინი ვერ უძლებენ. შემდგომ დაირეკა ასევე რეგიონებიდან, რომ არის ფაქტები მეთვალყურეების ცემის და მათი გამოყრის უბნებიდან. ჯერ იყო არდაშვების, უბნებზე არდაშვების მცდელობები, შემდგომ იყო მათი ცემა და გამოყრა უბნებიდან. დაიწყო ბიულეტენების გაცემა ყოველგვარი მარკირების გარეშე, პასპორტების გარეშე და აი ერთ-ერთ ამომრჩეველს უკვე აძლევდნენ ბიულეტენებს, რომლებიც სიაში საერთოდ არ იყო შეტანილი. და როცა კონკრეტულად მოითხოვა ამ ერთ-ერთმა რომ ეს კაცი არ არის სიაში და აი რატო აძლევ უფლებას რომ ხმა მისცეს, უკვე იქ გაიმართა ცემატყება. ლეიბურისტული პარტიის წევრი იყო საარჩევნო კომისიის ეს პიროვნება, აზრი აღარ აქვს ყოფნას, უკვე ჯობია რომ ავგეთ და წავიდეთო. და მასიურად დატოვეს ბოიკოტის ნიშნად მთელი საარჩევნო უბანი. აი ამ დატოვების შემდეგ შემოვიდა ეს ბრბო, შემოეხვია ამ ყუთს და მიდიოდა აი სადამ ვისაც რა ვიცი, პირდაპირ ალაგებდნენ, შემორბოდნენ, გამოჰქონდათ ეს ბიულეტენები, გვერდით ოთახში უკვე აღარავინ აღარ აკონტროლებდათ, იქვე ხაზავდნენ, რომ კაბინეტში შესვლაზე იყო ლაპარაკი. როდესაც მე ვიყავი სიღნაღის ოლქში, როცა დამკავშირდნენ ლაგვიდეხის საარჩევნო ოლქიდან ჩვენი დამკვირვებლები და მითხრეს, რომ პრაქტიკულად მათ აღარ შეეძლოთ უბანზე გაჩერება, იმიტომ რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას ყავდა გაწეული თავისი წარმომადგენელი, ასევე კომისიის წევრი და მათ მხოლოდ ჩვენ დამკვირვებლებს უკვე აღარ შეეძლოთ ამხელა ტერორთან გამკლავება და მე როცა ჩავედი, ისინი საარჩევნო უბნის მოშორებით დახვდნენ და როცა უბანზე მივედი, იქ მხოლოდ პოლიცია და ეს კრიმინალები დახვდნენ, მეტი არავინ და ნაციონალური მოძრაობის წევრები. საერთაშორისო დამკვირვებელი ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტიდან ოგე ბორჩკევინგი არჩევნებს სვანეთში აკვირდებოდა. არჩევნების პროცესი მიმდინარეობდა დაშინების ატმოსფეროში, რამაც მოახდინა გავლენა ზოგადად არჩევნებზე. სადაც ჩვენ ვიყავით საარჩევნო უბნებზე სვანეთში, უმრავლეს ადგილებზე იყო პოლიციის და უშიშროების თანამშრომლების დიდი რაოდენობა. ეს ადამიანები არიან ნიღბებში ავტომატური იარაღით შეიარაღებულნი. ისინი დადიოდნენ მესტიაში პოლიციის განყოფილებიდან საარჩევნო უბნებზე და კომისიის წევრები თავს იკავებდნენ ჩვენთან საუბრისგან.
არჩევნებამდე მესტიის პოლიციის უფროსმა ხატზე დააფიცა თავისი თანამშრომლები, რომ ხმას მისცემდნენ მართლ პარტიას. ერთი თანამშრომელი, რომელმაც უარი თქვა დაფიცებაზე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გაყალბების ტრადიციული მეთოდი იყო ოქმების გაყალბება, რასაც ადასტურებს ეს ოქმი, რომელიც უკვე ხელმოწერილია კომისიის ყველა წევრის მიერ, მაშინ როცა ოქმში არც ერთი მონაცემი შეტანილი ჯერ არ არის. ამის გარდა ჩვენს ხელთაა ისეთი ოქმებიც, რომელთა მიხედვითაც ამ მრჩეველთა საერთო რაოდენობას ნაცმოძრაობის მხარდამჭერთა რაოდენობა აღემატებოდა. დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი რეზო შავიშვილი გაყალბების კიდევ ერთ მექანიზმზე მოგვითხრობს. მაისის თვეში საბურთალოზე საარჩევნო სიებში შეყვანილი არის 6000 ადამიანი. აქედან 1000-მდე ადამიანი კანონიერად, ეს არის ის ადამიანები, რომლებიც სიებში არ იყვნენ, მათ დაწერეს თავისი განცხადებები და საოლქო კომისიის გადაწყვეტილებებით არიან შეყვანილი სიებში, თუმცა 5000 ადამიანზე არავითარი გადაწყვეტილება არ არსებობს. ეს ყველაფერი მოხდა, ესე იგი რეგისტრაცია გატარდა 1 მაისს, 4 მაისს, 5 მაისს, 11 მაისს და 12 მაისს. აი ჩვენ შეგვიძლია აგერ კომპიუტერში ნახოთ თარიღების მიხედვით დაალაგებული ამ ადამიანების გვარები, სახელები, მისამართები და ასე შემდეგ. აი ეს არის 1 მაისი, დაახლოებით 2300 ჩანაწერი მარტო 1 მაისს. 4 მაისი წავიდა აგერ. 5 მაისი იყო ცოტა, რამდენიმე ათეული კაცი და ბევრი არის აი 11 მაისს ხედავთ უკვე თქვენ. და არის კიდევ გაჩვენებთ აი 12 მაისის ჩანაწერები. ჯამში როგორც მოგახსენეთ, უკანონოდ ჩაწერილი დაახლოებით 5000 კაცი. ამ 5000 კაცმა, ამ 5000 კაცზე დამზადდა ახალი პირადობის მოწმობები. ეს ადამიანები შეყვანილი იყვნენ სიებში და არავითარი მექანიზმი, რომ ეს ადამიანები ჩვენ შეგვეჩერებინა, არ არსებობდა. დაახლოებით უბნის დახურვას აქვს 20-25 წუთი, როდესაც შემოვიდა უბნიდან ზარი, რომ ხდება უბანზე ცუდი ფაქტია, დროულად გამოცხადით უბანზე. როდესაც მივედი უბანზე, ხედავ ასეთ ფაქტს, რომ 5 დევს ნორმალურ მდგომარეობაში, არჩევნები მიდიოდა ნორმალურად, მაგრამ გვერდით დევს ბიულეტენები, კონვერტები და ბიულეტენები. ამ დროს იწერებოდა ოქმი, მაგრამ ოქმის უბანზე არც ერთი პასუხისმგებელი პირი არ იყო, რომ გაეტარებინათ ოქმი საჩივრის წინში. ერთ-ერთმა კომისიის წევრმა გააღო უჯრა, საიდანაც ამოიღო აი ეს ბიულეტენები. ბიულეტენები ჩვენ ვიცით, შემოხაზული ბიულეტენი უნდა იყოს ურნაში, საარჩევნო ურნაში ჩაგდებული. ეს ბიულეტენები არის ბეჭდდარქმული, შემოხაზული 5 ნომრად, მაგრამ ესენი ურნაში არ იყო უჯრაში. კონვერტებში აღმოჩნდა სტამბური წესით დამზადებული, საარჩევნო კომისიის მიერ უკვე რეგისტრირებული და სახელისუფლებო ციფრ შემოხაზული ალბი ბიულეტენები. დაკვირვების შემდეგ ჩანს, რომ ისინი დასტამბული იყო სპეციალური ცისფერი გრაფიკული ფონის გარეშე, რაც ბიულეტენის სიყალბეს ადასტურებს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ საჩივრებს უბნებზე არ იღებდნენ. და აღმოჩნდებოდა ის, რომ არ არის შესული საჩივარი, არ არის ოლქში შესული საჩივარი და ამბობდნენ, აი არ არის საჩივარი. იმას კი არ ამბობდნენ, რამდენი საჩივარი არ მიიღეს. როდესაც საუბარია არ მიღებაზე, მას უნდა დაეთმო ყველაზე შემოვიდა ამდენი და ამდენი საჩივარი, მაგრამ გაუმართავობის გამო ჩვენ ამდენზე უარი ვთქვით, მივიღეთ ამდენი. ამ ციფრს კი არ ასახელებდნენ. პირდაპირ ასახელებდნენ, რომ არ არის საჩივარი, ან არის ერთეული საჩივრები. ჩვენ გვაქვს დოკუმენტური დადასტურება, რომ საუბნო კომისიები საჩივრებს არ იღებდნენ. ჩვენ გადავიღეთ დამკვირვებელი ლია ხუროშვილის სატელეფონო საუბარი საოლქო კომისიის წარმომადგენელთან. ისინი საჩივრების თემაზე საუბრობდნენ. ხანდატონულარი გოდიში ისე მე გაწუხეთ თავზები. შედეგები თუ არის, რა გადაწყვიტეთ ამ? მაგრამ არაფერს ისეთი არ იყო. არც ერთი განცხადებას მცდელობა არ მიეცა, მაგრამ დარღვეული იყო, მაგრამ დავი განცხადებები იყო, ისე დეტალურად ვერ გეტყვით და ვიცი რომ მცდელობა არც ერთი არ მიეცა სხვადასხვა მიზეზების გამო.
ესე იგი არც ერთი დაწერილი საჩივარი არ დაკმაყოფილებულა? არა. არჩევნების დღეს საინფორმაციო საშუალებებმა გადასცეს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე განვითარებული მოვლენების დრამატული კადრები. საერთაშორისო დამკვირვებელი ოგე ბორჯგევინკი ამ ინციდენტიდან მეორე დილას სოფელ ხურჩაში ჩავიდა. მას საეჭვოდ მიაჩნია, რომ ცეცხლი აფხაზებმა გახსნეს. როცა იქ ვიმყოფებოდით, ვესაუბრეთ ადგილობრივ მაცხოვრებლებს. ვესაუბრეთ გაეროს მისიის წარმომადგენლებს, ასევე გამგებელს და ვიყავით იმ ადგილზე, სადაც ეს ავტობუსები ააფეთქეს. როცა შევისწავლეთ ეს ინციდენტი, დავასკვენით, რომ არის ძალიან ბევრი საკითხი, რაც ოფიციალურ ვერსიას ეჭქვეშ აყენებს. უცნაურია ის, რომ ის ადგილი, სადაც აფეთქება მოხდა, არანაირად არ უკავშირდება იმ გზას, სადაც ამომრჩეველს ხმის მისაცემად უნდა გაევლო. აფეთქების ადგილი 100-150 მეტრითაა მოშორებული ნაბაკევი ხურჩის გზიდან. მოსახლეობის თქმით, არჩევნების დილას სტადიონზე, ანუ აფეთქების ადგილზე უცნობი პირები გადაღებაზე ეპატიჟებოდნენ. აგერ ჩემ მეზობელთან მოვიდა ორი პიროვნება და უთხრა, რომ წამოდითო იქანეო, ავტობუსებით გასო იქანეო და ხალხი გვინდაო, გადაღება გვინდაო. მოვიდა აქ ორი კაცი და მომეხმარეთო. ის მეთქვი. ის და გადაღება უნდაო. და წავიდა ის ორი კაცი, მაგრამ მერე სვლა იყო მერე. ამ ინციდენტის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი საზოგადოებრივი ტელევიზიის არქივიდან მოვიპოვეთ. კადრში ჩანს, რომ კამერა შტატივზე მოლოდინის რეჟიმში სრულიად არაბუნებრივად იდგა ავტომატური იარაღის კანონადის ფონზე. მეორე ავტობუსი კადრის გასწორების შემდეგ აფეთქდა და ეს აფეთქებაც ოპერატორმა ყოველგვარი რეაქციის გარეშე გადაიღო. მეტი სიზუსტისთვის შევანელეთ კადრის სიჩქარე, რის შემდეგაც მკვეთრად გამოჩნდა ყუმბარის მოძრაობის ტრაექტორია. აშკარაა, რომ ავტობუს ოპერატორის მარჯვნიდან არც თუ მოშორებული ადგილიდან ესროლეს. ეს კი ფეხბურთის მოედნის კუთხეში მდებარე ის ადგილია, სადაც ავტომატის ტყვის მასრები აღმოვაჩინეთ და რომელიც სოფელ ხურჩის, ანუ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. კონფლიქტური ზონის ეს უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია მთელი დღის განმავლობაში წამყვან თემად იქცა და შედარებით ნაკლები დრო დარჩა საარჩევნო სუბიექტების და დამკვირვებლებისთვის. არჩევნების დასრულების შემდეგ ოპოზიციამ ხელისუფლება გაყალბებაში დაადანაშაულა. ხელისუფლებამ ეს ბრალდება არცნო და განაცხადა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებს დადებითად აფასებენ. ინტერნეტ გვერდებზე მრავლადაა საერთაშორისო დამკვირვებლების დადებითი დასკვნები პოსტსაბჭოთა ქვეყნების არჩევნებზე. საპარლამენტო არჩევნებმა სასომხეთში მეტწილად გამოხატა წინ გადადგმული ნაბიჯი ეუთოს ვალდებულების მიმართ. განაცხადეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა 1999 წელს სომხეთის არჩევნების შემდეგ. ეუთო აკეთებს ანგარიშს, რომ მიუხედავად ყირგიზეთის საარჩევნო კოდექსის სისუსტისა, მან უზრუნველყო საკმაოდ მისაღები არჩევნები. ეს კი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გაკეთებული ყირგიზეთის არჩევნების შეფასებაა. ორიოდე თვის წინათ სომხეთის არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდა ევროკავშირის ექსპერტის საბინა ფრეიზერის სტატია რეგიონში მიმდინარე საარჩევნო პროცესებზე. ძალიან ხშირი იყო შემთხვევა, როცა არჩევნები თავდაყირა მიდიოდა ხმების არასწორი ან უკიდურესად არასწორი დათვლის. ბიულეტენების ჩაყრის, ერთი და იმავე ადამიანების მიერ ხმის მრავალჯერ მიცემის, საარჩევნო კომისიების არაობიექტურობის, სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერისთვის სახელმწიფო რესურსების გამოყენებისა და წინა საარჩევნო პერიოდში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით კანდიდატთა არათანაბარი გაშუქების გამო. იმის ნაცვლად, რომ მთლიანად გამოიძიონ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრები, ადგილობრივი საარჩევნო კომისიები და სასამართლოები უარს ამბობენ მათზე. ჩვენ რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს საპარლამენტო და აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებზე აუცილებლად იმავე სურათს ვიხილავთ.
თუ რა თქმა უნდა ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები არ შეცვლიან თავიანთ მიდგომას და უპირატესობას არ მიანიჭებენ კონკრეტული ლიდერების ნაცვლად ამ ქვეყნებში ინსტიტუტების მხარდაჭერას.